გამარჯობა, დღეს მინდა გაჩვენოთ თუ როგორ გავაკეთე ხაჭო ესპანეთში. ეს ვიდეო რამოდენიმე წლის წინ ჩემს YouTube არხზეც დავდე და იქაც შეგიძლიათ ნახოთ. ამისთვის დაგჭირდება მხოლოდ 1 ლიტრი რძე და ვაშლის ძმარი. რძე გადავიტანოთ ქვაბში და მივიყვანოთ ადუღებამდე. ჩემი ნეკი ამ შემთხვევაში თერმომეტრის ფუნქციას ასრულებს, როდესაც ნახავთ, რომ რძე კარგად გაცხელდება, არ უნდა ადუღდეს, ამ შემთხვევაში დავამატებთ ვაშლის ძმარს. 1 ლიტრ რძეს ვუმატებთ მხოლოდ 3 სუფრის კოს ძმარს. შემდეგ დავუწიოთ, დავაყენოთ დაბალ ტემპერატურაზე, ნახეთ ნელ-ნელა იწყებს აჭრას, როგორი გახდა და საბოლოოდ, როდესაც წამოდუღდება და შრატი კარგად განცალკევდება, ამ შემთხვევაში გამორთავთ, გადავდგამთ და დავასვენებთ 1 საათი. გასაწურად ვიყენებ აი ესეთ ტომარას, რომელიც ტემუდან გამოვიწერე და არაჩვეულებრივი ნაჭერია. გაგრილების შემდეგ ხაჭოს გადავიტან, მოვათავსებ შიგნით, ხელითაც ოდნავ შევწურავ და დაველოდები, სანამ კარგად არ დაიწრიდება. საბოლოოდ მივიღეთ ასეთი უგემრიელესი ხაჭო, მაგრამ მეგობრებო, თუ ოდნავ გაათხელებთ და პიტნას დავუმატებთ, არაჩვეულებრივი ნადუღია.